Biznes რეკეტი, რომელშიც კუდის ყოფილი მაღალჩინოსნებიც იყვნენ ჩართულები, პროკურატურაში ახალი საქმის გამოძიება იწყება. საუბარია მარნეულში მდებარე მიწის ნაკვეთზე, რომელიც მფლობელ ზეწოლის შედეგად დაათმობინეს. მუქარის შემდეგ ქონება სოკარ ენერჯი ჯორჯიას $1000 გადასცეს. საქმეში ფიგურირებს პრეზიდენტის მიერ ხელმოწერილი განკარგულება და ქვემო ქართლის მოქმედი და ძველი გუბერნატორების გვარები. ჩაის სახლი, მაკდონალდსი, ბენზინგასამართი სადგური, ეს არის სოკარ ენერჯი ჯორჯიას ბიზნესის სიმბოლურ ფასად ნაყიდ მიწის ნაკვეთზე. როგორც დოკუმენტებიდან ირკვევა, მიწის მოიჯარე შეპესე ექსპრეს 2005-ია. დირექტორი თეიმურაზ ტოგონიძე, რომელსაც მარნეულში სატრანსპორტო ბიზნესი ჰქონდა, ამბობს, რომ მოიჯარის უფლება რამდენიმე წლიანი მუქარითა და ზეწოლით დაათმობინეს. მისი შევიწროვება გუბერნატორმა ზურა მელიქიშვილმა დაიწყო და დავით კირკიტაძემ განაგრძო. პირველი ჩვენთან შემოტევები დაიწყო ადგილობრივი ხელისუფლების მიერ. ეს იყო საკრებულოს თავმჯდომარე ყოფილი აივაზი ისმაილოვი, გამგებლის მოადგილე გია სისვაძე, რომელიც კურირებდა ტრანსპორტს და ტრანსპორტის რეგულირების საკითხს. ჩვენგან შეწერვას ყველაზე ზაზა ასისტის შვილმა მიიღო ყველა დიდი მონაწილეობა. ასახელებდნენ, რომ ეს გუბერნატორის დავალებით კეთდებოდა. პირადად გუბერნატორთან მელიქიშვილიდან დაიწყო და დამნერე კირკიტაძე იყო. ტოგონიძე ამბობს, რომ ტერიტორიით სოკარი, ხოლო მისი ბიზნესით ადგილობრივი ხელისუფლება დაინტერესდა. მეცხრე არხის არაერთგზის მცდელობის მიუხედავად, სოკარ ენერჯი ჯორჯიაში ამ საკითხზე საუბარი არ ისურვეს. ხელისუფლებაც რომ შეიცვალოს, მე ვარ სტრატეგიული პატრიოტი, უცხო ქვეყნის ფინანსი და მე არავინ არ შემეხება, ისე თქვენ დაზარალდებით. პრეზიდენტის განკარგულება რომ მაგვიფრეალა სოკარის მაირ მამედოვმა წინ უკვე ჩვენც უკვე ხომ იცით არა ფსიქოლოგიური ის უკვე თან 5 წლიანი ომის შემდეგ. ტოგონიძის თქმით, ქონების დათმობას ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების აღრიცხვისა და პრივატიზების ქვემო ქართლის სამხარეო სამმართველოს ხელმძღვანელი აიძულებდა. ზაზა ასისტიშვილი ახლა ნაციონალური მოძრაობიდან რუსთავის საკრებულოს წევრია. ის ვერ იხსენებს, რა პირობებში მოხდა ქონების სახელმწიფოსთვის დათმობა. მოხდა ამ ქონების სახელმწიფო სასარგებლო დათმობა. და გადაეცა ეკონომიკის სამინისტროს. ეს დათმობა როგორ მოხდა? არ ვიცი, დათმობა როგორ მოხდა, ეგენი ნამდვილად არ ვიცი. ექსპრეს 2005-ის ხელმძღვანელების ეწოლაში მარნეულის მუნიციპალიტეტის გამგეობის ერთ-ერთ მაღალჩინოსანსაც ადანაშაულებენ. თავად გია სისვაძე კი, რომელიც მაშინ ეკონომიკური განვითარების სამსახურს ხელმძღვანელობდა, ამბობს, რომ მარნეულში არსებული სატრანსპორტო კომპანიების რეგულირება მას კონსტიტუციური უსაფრთხოების დეპარტამენტის მაღალჩინოსნებმა დაავალეს. მაგ საქმის ინიციატორი იყო ის სამსახური, რომელიც გვავალებდა ჩვენ, რომ ეს შერიგებული იყვნენ და ვინ იყო ეს სამსახური, ვიტყვის თუ გნებავთ რა. ვინ იყო ეს სამსახური? კონსტიტუციური უსაფრთხოება. ციხელაშვილი იყო. თუ კი ამას დაიწყებს ვინმე გამოძიებას, მე იქ ვეთქვი კონკრეტულად გუბერნატორის როლი სად არის, გამგებლის როლი სად არის და ჩემი როლი რა არის ამაში. ექსპრეს 2005-მა საქმის შესწავლის მოთხოვნით იუსტიციის სამინისტროსა და მთავარ პროკურატურას მიმართა.